მე ვარ სალომე 17 წლის და ჩემი დილა ძირითადად იწყება 8-დან 8:30-ზე. ვიწესრიგებ თავს და შემდეგ გადავდივარ ცხრილის შემოწმებაზე. წავიდეთ სკოლაში. ძალიან მიყვარს და დღე მრავალფეროვანი მაქვს. ამას ველოდები ხოლმე ყოველ დილას. სწორედ ასეთი დღე გვაქვს სკოლაში. ჟურნალის წარდგენა გვაქვს, რომლის თანარედაქტორიც მე ვარ. ჩვენთვის ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აზრების გამოხატვა, რაც ჩვენი ერთ-ერთი უფლება არის. ჟურნალის რედაქტორობა მეხმარება მეტი ინფორმაცია გავიგო ბავშვთა უფლებების შესახებ და ჩემს თანატოლებს უფრო კრეატიულად გავუზიარო. ახლა ვარ კოჯის ტყეში, სადაც ტარდება სპორტული ორიენტირი და მე ვარ მოხალისე. გავართ წყლის ტენთან, სადაც მონაწილეებს ვაწვდით წყალს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურობა მხოლოდ სკოლით არ იყოს შემოფარგლული. ზუსტად ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ მოხალისეობა. ძალიან მრავალფეროვან ხალხთან მაქვს ურთიერთობა. შესაბამისად, სოციალურ განვითარებას ძალიან უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის თანადგომა, რადგან ყოველდღიურ პრობლემებთან რომ მომიწევს მარტო გამკლავება, ალბათ ჩემ თავს ერთ წუთსაც ვერ გამოვიყოფდი. საღამოს ძირითადად ამ მაგიდასთან ვატარებ მეცადინეობაში. ძალიან მიყვარს მეცადინეობა. ჩემს შორის ერთგვარი თვითგამორკვევის პროცესი არის და დასრულებმა ხელი უნდა შეგვიწყონ ამაში. ბავშვებს ყოველთვის უნდა შეეძლოთ გართობა, ხარისხის სწავლა და თვითრეალიზება.